დღეს მინდა დავიწყო ნახე დრო აი ამ სოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების და მოვლენების შეფასებით გარკვეულწილად არის ახლა იმხელა დრო გასული, რომ გარკვეული აზრის გამოტანა შეიძლება თორე მასშტაბურად რომ ამაზე იმსჯელო დაახლოებით კიდე ალბათ თეორიული კვირა უნდა დავიდეს. არავინ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ ნელ-ნელა ყველა ამაში თავის სახეს გამოავლეს, მოგეხსენებათ თქვენ დაპირისპირება სახეზია ახლო აღმოსავლეთში რთული მდგომარეობა არის. ორი ძლიერი სახელმწიფო ერთმანეთს დაუპირისპირდა. არც ირანი არ არის სუსტი სახელმწიფო და არც ისრაელი არ არის სუსტი სახელმწიფო. თვითონ თუ ამ ყველაფრის დემოგრაფიული შეფასებით გადავალთ, ტერიტორიული სიდიდეებით, თუ ტექნოლოგიური მიღწევებით შევაფასებთ ამ პროცესებს, ხო? რაღაცას მოგცემს აუცილებლად, მაგრამ ეხლა ამაზე რო არ დავკარგოთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ვინ ვის უჭერს მხარს და ვინ ვის ეხმარება და ვინ ვისი ამაგდარია რა. ამიტომ მე ვისურვებდი რომ ამ თემის ირგვლივ ჩემ მეგობართან გოჩავეტრიაკოვთან ერთად გქონდეს უახლოეს მომავალში განხილვა, მე დაუკავშირდები მას და ვთხოვ მის კომენტარებს, მის განხილვებს და ანალიზებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, მისი აზრი ძალიან კომპეტენტური იქნება ამ შეფასების დროს, იმიტომ რომ ის იყო საზღვაო ძალების სარდალი და მოგეხსენებათ თქვენ, რომ ირანი არის საზღვაო სახელმწიფო, არათუ არის, არამედ მას ყავს სამხედრო საზღვაო ფლოტი, ყავს წყალქვეშა ნავები, აი გუშინ მაგალითად ბალისტიკური ცეცხლი გახსნა ზღვიდან. ატომური არა, მაგრამ წყალქვეშა ნავებიდან, თუმცა იმ ნავებს, რომელიც მას აქვს, წყალქვეშა გემებს გულისხმობ, თავისუფლად შეუძლია ატაროს ატომური იარაღიც. ოღონდ ახლა ის თავისებურად დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე, როგორანაირად დავტვირთავ ამ შეიარაღებას. ასევე რა არის, იცით, სხვანაირ სფეროში გადავიდა ეს ომი, იმიტომ რომ წყლიდან ბრძოლა, მაგალითად, აბსოლუტურად სხვა ხასიათის ბრძოლა არის თავისი შინაარსით. სხვა არის, როცა სახმელეთო სივრციდან ხდება ჰაერი მიწაზე რაკეტების გაშვება. მიწიდან ჰაერის გამოყენებით ბალისტიკური სივრცის რაკეტების გაშვება, რომელიც ამ სიმაღლეებს გარკვეული საწვავის შედეგად იპყრობს და შემდეგ უკვე აეროდინამიური ტრაექტორიით ეცემა. ბევრმა არც იცის ეს ისე საქართველოში უყურებენ როგორ იცით, ძალიან პროპაგანდისტული სახე აქვს. ყველა ან უნდა იყო ირანის მხარეზე, არ უნდა იყო ისრაელის მხარეზე. აი მაგალითად რუსთავიორი ვითომ ირანის მხარეზე, ეგენი არავის მხარეზე არ არიან, მაგრამ რაღაცა ნიშას ხო უნდა მიეკერონ ეგენი რა. სამშობლო ადამიანები და ვითომ ახლა ესენი ისრაელის მხარეზე არიან და ვითომ ამითი რაღაცა პოზიცია უნდათ რომ დაიჭირონ, აი ეს ტიპ-ტივის პოზიცია. ქართული ოცნება ყველამ კარგად ნახეთ და იცით რომ ირანის თაყვანისმცემლები არიან და იქ ჩასულები იყვნენ და ემთხვივდნენ ირანის სულ ლიდერს ერთ ადგილზე და მე მგონი იქ კობახიძესადაც იდგა, კობახიძის გარდა ყველა მკვდარია ეს. ახლა იცით რა არის ამორფულად რო განვიხილოთ ყველაფერი და რო დავანებოთ ირონიას თავი და რო დაწვიდოთ ყველაფერი ეს უბრალოდ შეფასებისთვის და რაღაცა კარაკტერულისთვის საჭიროა თვითონ პროცესი აი რაც არის ახლა მოწმობის სახეზე საკმაოდ მძიმეა თავისი შინაარსით. თქვენ კარგად იცით რომ ირანს და ისრაელს ერთმანეთში არ აქვს სახმელეთო საზღვარი. ამათ რო სახმელეთო საზღვარი ქონდეთ ერთმანეთში, აი კონფლიქტი მერე ნახეთ თქვენ როგორი იქნებოდა, მაგრამ არა აქვს. საოცრად დიდი რამოდენიმე სახელმწიფოები აშორებს ერთმანეთისგან და ჰაერი არის ერთმანეთის მაკავშირებელი სისტემა ამათ. ისრაელმა ჩაატარა უნიკალური სამხედრო ოპერაცია. ჩვევია ისრაელს, ყავს ძალიან ძლიერი სამსახური მსოფლიოში. მე არ მომერიდება თქვა რომ მსოფლიოში ყავს უძლიერესი დაზვერვის სამსახური. თუმცა ამ მოკლე დროში რაც ისრაელზე იქნა განხორციელებული თავდასხმები, შეტევები, თქვათ აი ეს პალესტინის კონფლიქტს რაც წინ უძღოდა რა, აეროპლანებით ტერორისტული დაჯგუფებების დაშვება,
მშვიდობიან ღონისძიებაზე ხალხის წესების გამოჭრა, ეს იყო ისრაელის დაზვერვის სამსახურის მინუსი და ჩაგდება. ამიტომ ისინი ახლა ყველანაირად ცდილობდნენ თავისი ერის წინაშე რომ ეს რეაბილიტაცია საკუთარი თავის გააკეთონ. მათ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათ რეაბილიტაცია საკუთარი თავის მოახდინეს, იმიტომ რომ ისეთი ოპერაცია განახორციელეს, აი ირანის გენერალური შტაბის უმაღლესი პირები გაანადგურეს საკუთარ ტერიტორიაზე. გინდათ ამას დაარქვით პირდაპირი ინტერვენცია, გინდათ ამას დაარქვით პირდაპირი შეტევა, როგორც გინდათ ისე დაარქვით, ეს იყო უნიკალური სპეცოპერაცია, არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ ფიზიკოსები, რომელიც MGU დამთავრებული ფიზიკოსები, ესენი იყვნენ რუსეთში დამთავრებული ირანული მეცნიერები, არ ვიცი, შეიძლება არც იყო ირანული ხალხმოშვება ამათ. მათი ნაკლებად საინტერესო, ისედაც გასაიდუმლოებული თემა იყო ეს, მაგრამ თუმცა ჩანდა, რომ ირანისთვის არც ააფეთქეს მანქანებში. ირანი ამას აძლევს როგორც ტერორისტული აქტის შეფასების კვალიფიკაციას, მაგრამ იქეთა მხარე ამას უძახის საკუთარი ნაციონალური და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პრევენციას. არ ვიცი, მსოფლიო სამართლის მიხედვით რა როგორ ისჯება და როგორ არ ისჯება, მსოფლიო სამართლის მიხედვით ისრაელის პრეზიდენტი საერთაშორისო დამნაშავეთა ყავთ ცნობილი ჰააგაში. და ედავებიან იქ ბავშვების მკვლელობებს და ეს უნდა იყოს. მაგრამ იმ კაცს ეს არ აინტერესებს. იმას აქ მისი ინტერესები, მისი სახელმწიფო ინტერესები და ატარებს ამას ცეცხლით და მახვით. როგორც გინდათ ისე დაარქვით. ის ამბობს, მე შემიძლია გავაკეთო, როგორ არანაირადაა, იმას ბოლოს ყველას ღმერთი გაგვჭირს ჩვენ, მაგრამ ისრაელის სახელმწიფო არ არის სუსტი სახელმწიფო. ვერავინ ვერ იტყვის ამას, რომ ის არის სუსტი სახელმწიფო. სადაც იბადება ისრაელის საწინააღმდეგო აზრი, ეს კაცი არის მოწოდებაზე იქ მოკლას ეს არის. მტრის მსხვერპლის ხარჯზე. ასეთი არის მათი ლოგიკა. მე არ ვამბობ, რომ შეიძლება ყველანაირ მიმართებაში რომ სწორი იყოს და გამართლებული იყოს მსხვერპლი ბავშვებში და ქალებში. ომსაც თავისი კანონები აქვს, ესე არ არის. მაგრამ როდესაც მისი ბავშვების და ქალების დაცვის ინტერესით აკეთებს ამას, მისი მოსახლეობის დაცვის ინტერესით აკეთებს ამას, ყველაზე მცირე მის მოსახლეობაში აქ კაცს ნდობა. დაწერდი. ლოგიკა შეიძლება მოიძებნოს ბევრნაირი, სამართალი შეიძლება იყოს ერთი. ფაქტი არის სახეზე. ის აგრძელებს მის მოქმედებს და აგრძელებს შეუჩერებას. ეხლა რა არის, ცით? თუ განვიხილავთ ამ ომს, ამ საჰაერო ომს, მეც ვერანაირად ვერ დავახმართ ამას თავის ჭრილში, რა თქმა უნდა, ამას უკვე მოყვა შედეგები, არ შეიძლება ამას თქვა, რომ სამხრივი იყო ეს დაპირისპირება, იმიტომ რომ და სამხრივად მარტო აქედან ისრაელი უკრავს, სიცრუე არის, ეს არის მყარი მტკნარი სიცრუე, აი როგორ შეიძლება რომ ენდო რუსთავი ორს უყურე ტელევიზიას, სადაც გასაუქმებელი და გამოსართავია. აი ესეთი პროპაგანდით უბერავდნენ, რომ არავის საში რო არ იყვნენ 2008 წლის ომის დროს დედა რო გქონდა, რატირები ეგენი ძახოდნენ მოსკოვში ვართ უკვე შესული. ეს ყველამ ვიცით, ყველამ დამუცადეთ და ყველამ ნახეთ. რეალობაში ეს არ არის ჩემი ანალიტიკა, 370 რაკეტა ბალისტიკური იქნა გაშვებული, არ არის ეს პატარა. და არ არის ეს ის რაოდენობა, რომ თქვა, რომ ცოტა არის. კი რა თქმა უნდა, ისრაელმა წინასწარ დაარტყა ბალისტიკური რაკეტების საცავებს, წინასწარ განახორციელა ტრადიციული სამხედრო იერიშები, როგორ ხდება, მოულოდნელობის პრინციპი გამოიყენა ირანის წინააღმდეგ, იმ სპეცოპერაციებით, იმ აქტებით, იმ განეიტრალებით, უნდა ითქვას რა, ამან დემორალიზაცია ვერ მოახდინა ირანის შეიარაღებული ძალების და ისინი უშვებენ და უშვებენ ბალისტიკურ რაკეტებს აერში. ხა თუ ვინმე ამას ვერ უყურებს, თუ ამბობს ბრმა არის, კარგი, მაგრამ ფაქტია რა, ცეცხლოვანი წვიმა არის ისრაელში. და 590 კაცი არის დაშავებული, 24 მკვდარია დაახლოებით 5 საათის წინანდელი მონაცემები. არ არის ეს იმხელა ერისთვის, როგორც ისრაელია პატარა. არა, მსხვერპლად უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შეიძლება უღირდა ისრაელის პოლიტიკურ გუნცეს, იმიტომ რომ
ტოტალური და გლობალური განადგურება ამერიკის არც მალავდა ირანი რომ ამდიდრებდა ურანს სამხედრო მიზნით და უნდოდა გამოყენება სამხედრო ბომბისთვის. ახლა იცით რა არის, როდესაც მათ აქ ერთმანეთში ისტორიული მტრობა და გააჩნია ისტორიულ მტრობას, ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოს სხვა რაღაცა. აქ არის რელიგიური ომის საფრთხე სერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ ირანი თავისი რელიგიური მრწამსით გამოირჩევა, მე მგონი მხოლოდ თუ არ ვცდები აზერბაიჯანელები არიან იმ მრწამსის, აი როგორც მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის არის გაყოფა, აი ისე არის სუნიტებსა და შიიტებს შორის გაყოფა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პალესტინელები, არაბული სახელმწიფოები ბევრი და ისრაელის ირგვლივ მტრულად განწყობილი მოსახლეობა, აბორიგენი მოსახლეობა, აბსოლუტურად მიუხედავად ამ რელიგიური ცვლილებისა, განსხვავებისა, მუსულმანიზმში ყოფი განსხვავებისა, ხარს უჭერენ ირანს როგორც სახელმწიფოს და ეს არ არის ირანი, არ არის არც ერაყი და არ არის არც ერაყის ხელისუფლება და არ არის ირანი არც ავღანეთი. თქვენი ჭირიმეთ, ვისაც ეს ეშლება, მისი პრობლემა, ხარ უყურებ დილეტანტურ შეფასებებს, რომ ირანის დაჟანგული დამბაჩები, ესენი ნიჰილიზმამდე აყვანა და ისრაელი რო ურტყამს იმის რომანტიზება ომის, ეს ნაციონალური მოძრაობის ვირთხული მეთოდი, უკრაინაში რომ ომი კარგია და ახლა მოსავლეთში ომი კარგია და ნეტავი საქართველოშიც გვესროლონ ნოვი ბალისტიკური რაკეტა. ამათი უცნაური ეს. გეუბნებით თქვენ რეალობას, მაგრამ ყოფადი, რასაც ჩვენ გვიჩვენებს დღევანდელი მდგომარეობა, ისმენთ? ირანის პოტენციალი გაცილებით ძლიერია და არ დაწყებულა ამ სახელმწიფოს მიერ იგივე ტერორისტული აქტებით მოქმედება ისრაელის ტერიტორიაზე. და ირანი გამკეთებელია ამისი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფანატიკოსი ემორჩილება აი ამ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოს, რომელიც ახლა ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, იქ რევოლუციური არმია დაყავთ ეს ყველაფერი გამოცხადებული და მით უმეტეს ამისა მეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აგერ თქვენი პრინცი ვარიობი და მოუწოდა ისრაელიდან ირანში მყოფ მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ განსხვავებულ მოსახლეობას, რომ შეცვალეთ თქვენი მთავრობა. ასე იგი პოლიტიკური ნიშნები გამოჩნდა ამ ყველაფრის, არა მარტო მისი ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ აშკარად დაადო ხელი ირანის ხელისუფლების მიმართ მტრულ განწყობას, რომელიც მისი ცვლილებით არის განპირობებული და ახლა რა თქმა უნდა ამაზე ირანი გააკეთებს და ირანის ხელისუფლება გააკეთებს პოლიტიკურ შეფასებას, რომ ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული და ერის მიმართ მიმართული კამპანია და რაღაცა, მაგრამ ის ალბათ დაავიწყდა თავიდან თვითონ რომ დაბრუნდეს ისრაელი აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე. ხო და ახლა ის რაც ემართებათ და ესეც გაგრძელება იმ სტიგმის, რაც აქამდე იყო და რაც აწიც იქნება. რა მინდა იცი რომ თქვა სამწუხარო არის ფაქტი. თუ ეს კონფლიქტი გაღვივდება სათანადოდ, იმიტომ რომ პირველი დახმარება უკვე რაც არის მოიაზრება ანკლავი, ეს არის ჩინეთი, რუსეთი, ირანი. ჩინეთმა უკვე განახორციელა სამხედრო სახის დახმარება, მათ შორის მისი სატელიტებით გადასცა ინფორმაცია ისრაელის საფრენი აპარატების შესახებ და თანამედროვე ტიპის საფრენი აპარატი უკვე ჩამოგდებული იქნა პირველი ისრაელის ირანის საჰაერო თავდაცვის მიერ. ზოგადად გლობალურად ისრაელის საჰაერო თავდაცვა ვერ მუშაობს, რა თქმა უნდა, ისედაც საჰაერო თავდაცვა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ძვირი სიამოვნება არის და მისი გამოყენება ომებში, ბრძოლებში ასე მარტივი არ არის. მით უმეტეს აუცილებლად აქვს იმას მნიშვნელობა, რა ხარისხის საჰაერო თავდაცვა ებრძვის ჰაერიდან მოქმედ აპარატებს. თუ მაგალითად მეოთხე თაობის თვითმფრინავები არის და ქვევით მეორე თაობის საჰაერო თავდაცვა აკეთებს საჰაერო სივრცის დაცვას, ის არ იქნება სასწავლებელი ეფექტური, იმიტომ რომ დიდი სხვაობა
აეროდინამიურ სიჩქარეებში საერთოდ საჰაერო ბრძოლები გრძელდება 19 წამი, 15 წამი დაახლოებით ასე. და მანამდე სანამ თვითმფრინავების მიერ ხდება იმის გაშვება, რაკეტების გაშვება, ვთქვათ, ან მიზნებზე, ან ანტისაჰაერო თავდაცვის აპარატების მიმართ, მანამდე ცენტრალური გამომთვლელი სისტემა, რომელიც რაკეტს ტენის ყვებავს შესაბამისი ინფორმაციით, მანამდე აწვდის ინფორმაცია სხვადასხვა ტრიანგულაციების და გადაჭრების რამდენად ავთენტური იქნება თვითონ სისტემა აფასებს რადიოლოკაციური მხების მეშვეობით, თქვათ, ამ და იმ მიზანზე რაკეტის გაშვება თუ არა. თქვენ წარმოგიდგენიათ, არსებობს ისეთი რაკეტები, რადიოლოკაციური რაკეტები, რომელიც გააჩნია საფრენ აპარატებს, რომელიც აი მაგალითად ასხივებს მიწიდან საჰაერო თავდაცვის რადარი, ხო? იჭერს იმ სხივს, რომელსაც ასხივებს და მასზე უშვებს პირდაპირ რაკეტას და ის არ ცდება, პირდაპირ მიდის და ეხუტება იმ ლოკატორს, რომელიც უკეთებს მას მონიტორინგს აერში. ანალოგიური არის სარაკეტო სისტემაზე, რომელსაც იმართება მე ამ ყვებავი ინფორმაციით და მიდის რაკეტები მიწიდან ცაში, ციდან მიწაში. ეს ისეთი სისწრაფეებია და ისეთი სიჩქარეებია, მათი თუ არ ვთქვი მახში იზომება სისწრაფეები აეროდინამიური მიზნების და ეგ ახლა იცით რა არის, არა მარტო იარაღის დახვეწილებაზე არის აქ ლაპარაკი, არამედ რამდენად გაწვრთნილი ყავს შემდგარი შემადგენლობა, რამდენად ფლობენ ისინი საბრძოლო მოქმედების სტილს, მუშაობის სტილს, იცნობენ ხასიათს, არჩევენ მანევრს, იციან ეს არის მთელი ხელოვნება, საბრძოლო ხელოვნება, აქ მარტო ტექნიკა არ ლაპარაკობს. შეიძლება 90% ლაპარაკობდეს ტექნიკა, მაგრამ 10% თუ მეომარი არ ვარგა, თუ მასში არ არის ის თვისებები, რაც არის დამახასიათებელი უშიშ არ კაცისთვის, ჭკვიანი კაცისთვის, გამოცდილი ოპერატორისთვის თუ მიზნე ოპერატორისთვის, რომ ბოლოს ნებისმიერ ტექნიკას ხელს ადამიანი აჭერს რა. და ესეთი რაღაცები არის, აქ ძვირი ამოუნება არის. თავდაცვის უნარიანობა ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველა ხელისუფლებას, მათ შორის ირანშიც შეგნებული აქვს, რომ უფრო ძვირი საჰაერო თავდაცვის აპარატებზე, საერთაშორისო აპარატებზე არის თავისუფლება. და ამიტომ სუვერენულ სახელმწიფოებს ყავს საზღვაო ფლოტებიც, რომელიც ჩვენ სვის აკვატორია გვაქვს და სხვა არ დაგვაჩნია და ყავს საჰაერო თავდაცვას და ყავს სამხედრო ავიაციას. ომში ხდება ისე, რომ ანადგურებს მოწინააღმდეგე ავიაციასაც, ფლოტსაც, საჰაერო თავდაცვასაც, მაგრამ ეს არის ბრძოლის ამბავი, ეს არის ღირსების ამბავი და იმ ერს, რომელსაც გააჩნია ღირსება, მისმა ჯარისკაცმა თუნდაც სიკვდილის ბოლოს ბრძოლის მიზნზე მაინც უნდა შეინარჩუნოს ის. ამაში არის ერის ხასიათი, ერის თვისება გადმოიცემა ამაში. ვერავინ ვერ იტყვის, უყურებ მიზნებს როგორ არჩევენ. მიზნები რა ვიცი ხა. თუ ვინმე თვლის, რომ ამ ომში მიზნები არის, მე ძალიან მაგრად მეჭვმეპარება, რომ ირანი მიზნებს არჩევს ისრაელში. ირანი ესვრის ყველას და ყველაფერს. ისრაელი შეიძლება არჩევდეს და ამის ნათელი მაგალითებიც არის გენერალურ შტაბში. საჰაერო თავდაცვის სარდალს რომ მოკლავით გენერალს. ეს არ არის შემთხვევითი გასვლა, ხო? ვიღაც მეცნიერს რო აფეთქებ, იმიტომ რომ იცი რომ ის ამდიდრებს ურანს და ქმნის და ის არის პოტენციალი. ხა ესეც არ არის შემთხვევითი გასვლა, კი? ამიტომ ორივე მხრიდან ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული იმისთვის, რომ უფრო მკვლელი და უფრო სასტიკი გახდეს ეს მანქანა და უფრო დაუნდობელი გახდეს ეს მანქანა. მიაქციეთ ამას ყურადღება, აქ არ არის სახუმარო ამბავი, ხო უყურებთ? როგორც კი გაიხსნა ცეცხლი ამ მიმართულებაზე, არის მისო კარგათა და ვიმედოვნებ, რომ კარგად გესმით ჩემი დაწერეთ აქ ხვალ თუ ისმის გასვლა. მე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში დავით, რომ კარგად ისმოდეს. აი დააკვირდით, როგორც კი გაიხსნა ცეცხლი ირანის მიმართულებით და ირანმა გახსნა ცეცხლი ისრაელის მიმართულებით, თითქოს ყველას დაავიწყდა უკრაინა.
ომი უკვე ევროპის ტერიტორიაზე არის. ოსაბჭოთა სივრცეში არის. და ეხლა ატყდა ესეთი წერა. რა შეიძლება ამას მოყვეს? ეს არის ომის ექოს გამოძახილი, აი რა ავტორიტეტი უნდა გამოჩნდეს ეხლა. რომ აი ეს კონფლიქტი ჩააწყოს. თუ იმას გგონიათ რა, რომ ირანში ხელისუფლება გაიქცევა ვაიმე, არ იქნება ასე. თუ ირანელმა ხალხმა არ მოინდომა თვითონ ის, რომ ეს მთავრობა შეცვალოს ირანში, ხო? ისინი არსად არ წავიდიან. ისინი არიან ქოცებზე მეტი ქოცები. ქოცებს ისეთი რადიკალიზმი არ დაესიზმრებათ იმ ხელისუფლებას და იმ მთავრობას რო. იმან დასაკარგი არაფერი არა. წავლიან ბოლომდე. ის კასტა რომელიც ზის იქ ძალიან კარგად ვიცი რასაც ვლაპარაკობ. მე პავსიდან მივიღები, ზიზღი არავის მიმართ არ გამაჩნია და ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი იქ რა რეჟიმია და როგორ მოქმედებს სისტემა. თუ ვლაპარაკობ ამას არ ვლაპარაკობ ამ მხოლოდ შეხედულებით. ამიტომ ასე გარიდან ცვლილება ისეთ რადიკალურ ხელისუფლებაში როგორც ირანია დღეს მე არ მიმაჩნია რეალურად. მიუხედავად იმისა, ამას თუ მოყვა მასშტაბური სახე, ჰაერიდან დაწყებული ომი ვერასოდეს ვერ მივა ფინალურ შედეგამდე. ავიაცია კლასიკური გაგებით, კლასიკური ომის გაგებით კი რა თქმა უნდა იძენს თანამედროვეობაში სიზუსტის GPS-ურ მეთოდებს და კი განადგურების კლასიკურ სიზუსტ იმას აღწევს დონეს, მაგრამ ავიადარტყმებით არასოდეს არ მთავრდება ომი. დაწყებით კი იწყება, მაგრამ დამთავრებით ავიადარტყმებით ომი არ მთავრდება. გითხრათ და ამას არ არის ეს ჩემი გამოგონილი, ეს არის ომის კლასიკური სახელმძღვანელოებიდან აქამდე ასე იყო და შეგიძლიათ ამაში ნებისმიერს შეეკითხოთ ვინც არის პროფესიონალი სამხედრო თუ არ არის კამპანია საბრძოლო კამპანია განხორციელებული სახმელეთო ოპერაციით თუ არ ხდება დაკავება მოწინააღმდეგის სტრატეგიული სიმაღლეების ობიექტების ასევე ენერგორესურსების და ასე შემდეგ და ამთავრდება ის მისი სრული განადგურებით ან ოკუპაციით, იმ შემთხვევაში ზედმეტია ესაუბრო გამარჯვებაზე, ვთქვათ, შეიძლება მიზნებს მიაღწიო ასეთი საბრძოლო მოქმედებების რაღაცა შეთანხმებების დონემდე მიიყვანო ვიღაცა, აიძულო რაღაცა, მაგრამ გამარჯვება ამ ომში გავიმარჯვე რაღაცა პოლიტიკური ნიშნით, თუნდაც სამხედრო ნიშნით ეს ასე არ ხდება. მე გითხარით, თქვენ რა არის კლასიკური ფორმა გამარჯვების სახმელეთო ჯარებით მოწინააღმდეგის საბოლოო დაპყრობა, ოკუპაცია ან განეუტრალება, ამ განადგურება მტრისა და მოწინააღმდეგეს. ჩემი ახლა მე რა ვიცი, აქამდე რაც იყო ის გაგრძელდება, მე ვერ უყურებ, უბრალოდ სამწუხაროა, რომ უბრალო ადამიანები კვდებიან და კვდებიან ახლა ეცემა ბალისტიკური რაკეტები 100%-იანი დაცვა არ ასე გუმბათი იძახია რამდენს განეიტრალებს ის გუმბათი ან რამდენ პროცენტიანი ალბათობა თქვი 90%-იანი ალბათობა თქვი თუმცა 50 რაკეტა იქნა განეიტრალებული იმ 370-დან რაც ესროლის ბალისტიკურ რაკეტას სხვა სისწრაფე გააჩნია, სხვა ტრაექტორიული ის გააჩნია, მართვა სხვა ფრენის დინამიკა გააჩნია, ის არ არის კლასიკური რაღაცა სითბური რაკეტა, რომელსაც რაღაცა რაკეტა ჩვეულები მიწიდან გაეტი, ეფექტური არის ვერ იტყვი ვერაფერს. გუმბათი ეგრეთ წოდებული, რაც ისრაელს გააჩნია, მაგრამ სახეზე აგერ შედეგი დაღუპული ადამიანების, დაშავებული ადამიანების და დანგრეული სახლების ბალისტიკური რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს დაეცემა და ნახევარი კორპუსი გაიხლიჩება შუაში. წარმოგიდგენიათ იქ რამდენი ქალია, რამდენი ბავშვია, რამდენი მშვიდობიანი მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებს, იმან შეიძლება მეთანიაჰუ და ამათი პოლიტიკა და ამათი ადამიანს არ უნდა კონდეს მშვიდობიანი ცხოვრების, მე ვფიქრობ ყველგან უნდა კონდეს რა. არიან ადამიანები პაციფისტები და უნდა მიეცეთ რა, ასეთ ადამიანებს მშვიდობიანი ცხოვრების უფლება. რა ირანშიც რა არ არიან პატიოსანი ადამიანები, ვისაც რომლები თავში ეცემიან, რა თქმა უნდა არიან. ამიტომ ეს რთული საკითხი არის, ეს მარტივი საკითხი არ არის. არსებობს ამ ომის სტრატეგიული ხედვა, შეაფასო ყველაფერი და არსებობს ამ ომის ჰუმანური განსჯის
ჭრილია, ასე შეიძლება ნებისმიერ ომზე თქვა, აგერ მაგალითად უკრაინაში, მაგრამ გეოპოლიტიკა, ზოგადად პოლიტიკა, დაპირისპირებითი ხასიათები ამ ომის და თანამედროვე ომის და ეკონომიკის სიტუაცია ჩვეულებრივი ადამიანის ინტერესებს და ცხოვრებას სამწუხაროდ არ ცნობს. კი, ამბობენ, რომ დეკლარირებულია მშვიდობა, პატიოსნება, ადამიანის ცხოვრების უფლებები, ინდივიდუალიზმი, ქვეყნის ინტერესები, მაგრამ ასე არ არის რა. ფაქტიურად გარემო დაყოფილია მართვის ზონებად და სამყაროში ხდება მხოლოდ და მხოლოდ ილუმინატურის შეთანხმება. რაღაცას მოსწონს შეიმსაუბარი, რაღაცას სულელად მიაჩნია, მაგრამ აბა გადახედეთ უახლოეს მომავალში თუ ადამიანს შეუძლია გაიქცეს ერთი სივრციდან თავი შეაფაროს მეორე სივრცეს და იქაც შეიძლება იგრძნოს თავი მშვიდად, იმიტომ რომ მას არ იცნობენ. თუ რა თქმა უნდა ის მივა იმ სოციუმამდე ექნება ის მოთხოვნილებები, რაც იმ ქვეყანაში ზღვარს ბადებს ადამიანის თავისუფლების, იქაც შეიძლება წარმოიშვას პრობლემები. ასე რომ ყოველთვის ყველგან არსებობს გარკვეული საზღვრები, ეს არ ეხება მხოლოდ ირანის და ისრაელის დაპირისპირებას რა. ადამიანი თავისი ბუნებით რთული არსება და მისი მოწყობა სხვა სოციუმთან და სხვა კომუნასთან, ადამიანთა კომუნასთან თავისთავად ინდივიდუალურია. ასე რომ ნებისმიერი წაქცეული ადამიანი, მე მეცოდება კაცო ისრაელშიც რამდენი ქართველია, თუნდაც ეთნიკური ქართველი, რამდენი ებრაელი ქართველია, რამდენი სოციუმი წარმოიშვა რა, უნიკალური ერი ვართ, უნიკალური ხალხი ვართ კაცო ქართველები და აგერ მაგალითად რამდენი ცხოვრობს ისრაელის მოქალაქეა, მაგრამ თუ ის ღმერთში თავს ქართველად გვწნობს და საცოდაობა არაა ირანში ფერეიდნელმა ქართველმა გაუშვას ბალისტიკური რაკეტა და ისრაელში თავში მოხდეს ებრაელს, რომელიც თავს ქართველ ებრაელად თვლის. რომლის მხარეზე უნდა ვიყო ახლა სწორად განვიდეთ. ქართველი კაცი ომთან მიმართებაში. მე უბრალოდ მაგ ესეთი განცდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის ესეთი, რომ просто შაჰაბასის და იმის ჯიშის მხარეზე 1000 წელი ვერ ვიქნები რა. შაჰაბასი ეს მეზიზღება მათი ყოფა, მათი არსებობა, მათი ეგენი რო არ ყოფილიყო, შეიძლება ჩემი ერი ვაფშე სხვა სიმაღლეზე ყოფილიყო. ერთი რომ დაგვასვეს და დაგვარტყეს ზურგში, მის მერე ვერ გავიმართეთ წელში როგორც ერი. ვაზი გვიჩეხეს და დაგვიტირეს და მოგდაგეს ბოლომდე. კახეთიან, იმერეთიან ყველაფრიანად რა. სულში და ხორცში გვირიეს ხელი და ვინ აგეთა კაცო ბებია ქართველი ყავდა შაჰაბას. და ასე რო კვდებოდა მაშინაც დაარღნიანმა მე ვერ დავამარცხე სიგლი და მეორე ქართველი. ავიცი, სიმართლე უნდა ითქვას ადამიანმა, წყენები, შეხედულებები, თანამედროვე ომები, აი ამბობენ, აგერ ისრაელმა გადმოცავა რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და რუსებს მიცაო ესენი რა ქვია. კოდებიო იმისთვის რომ ემართათ ყველაფერი. ამე ვერ უარყოფ ამას. თუ ასე მოიქცა, მაშინ სად იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ? მილიონებს რო უხდიდა. ასე საჰაერო თავდაცვის იარაღიც მოგცა რაფაელი. ჩვენ ისრაელმა და მე ვარ მოწმე მაგისი უამრავი თვითმფრინავი ჩამოვარდა და ვერტფრენი ჩამოვარდა რუსების ომის დროს. არსებობს ბევრი საკითხები, იქაც სახელმწიფოა, იქაც ბევრი ადამიანია, იქაც ბევრი ვაჭრობის ობიექტია, მაშინ შექმენი შენი საჰაერო თავდაცვის სისტემა შექმენი. მოგვიყვარს ჩვენ ქართველებს ტრაბახი ავიაციაში აგერ 15, 18, 17, 5000 ამერიკაში ქართველმა შექმნა. აგერ რუსეთში ვიღაცა ატომური იმის კონსტრუქტორი ქართველი იყო. ასეთი ლაპარაკები მიუყვარს ჩვენი ქვეყნისთვის რას გვქონდა ჩვენ რასვე წარმო. დელტა გვაკეთებული და კორუფციის ბუდები გახსნით. მაშინ ამაში სხვა კი ვადანაშაულებთ. ნუ ებრაელებს, ნუ ამერიკელებს, ნუ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენ. აი რა ისრაელი. ატარა სახელმწიფოა ტერიტორიულად ჩვენზე. უდაბნოში არიან ხრიოკუმზე აყბავებული აქვს გრუზია ქვეყანა. რატო? იმიტომ რომ კორუფცია არა, იმიტომ რომ მისი ქვეყანა უყვართ, იმიტომ რომ იქ პრემიერ-მინისტრები, მინისტრები თავიანთ შვილებს ჯამში კი ჯარში კი რა ომში უშვებენ, რაც. ნებისმიერი ებრაელის პირადი მოწოდება იბრძოლოს ისრაელისთვის, მისი სამშობლოსთვის იბრძოლოს.
გვაქვს ჩვენ ეს მოწოდება, ჩვენ ესეთი მოწოდება არ აქვს. არა, ისი მომენტი უნდა შევაფასოთ, ჩვენ თავს მიხედოთ, რო რაღაცა და მართლა მოხდეს და გაღვიდეს ეს ომი კლასიკურად რა. რამდენი მილიონი არის დემოგრაფიული ირანი ჩაგიხედიათ უკანე? ერთ სომხეთს გადმოივლიან და უცებ არიან საქართველოში. რამდენი ირანული კომპანია, რამდენი 450 კომპანია მართ საქართველოს დარეგისტრირებული ირანული კომპანია, რომლის ფუნქციონირების არსი გარღვეული არ აქვს იუსტიციის სახლის ეპოსტატები დარეგისტრირებული. ხო წარმოგიდგენიათ ახლა ტრაქშია თვითონები. ბიჭო, ირანის მოქალაქეებს კი არა, ჩვენ მოქალაქეებს უქმებენ იმას. თუ ვინმე ამას ქართულებს იმას პოლიტიკურად არ მოსწონს. იმდენად სავსეა ჩვენი ქვეყანას მისი სახელმწიფო სადაზვერო დაჯგუფებებით. ჩვენ რას გავაკეთებთ აქ? ისედაც საქართველოში ქართულ ენას ვერ გაიგებს, სავსეა ჩვენი ქვეყანა, აზერები. უკაცრავად რა. თუნდაც სხვა ერის წარმომადგენლები, ინდუელები, პაკისტანელები, ჩინელები, აზერებთან არ მოხდა. და ვინც არის ჩვენ ტერიტორიაზე, ხო? და წლების მანძილზე ხო თუნდაც აზერები, თუნდაც სომხები, ისინი ქართულად არ ლაპარაკობენ, მაგრამ მერიაში სხდომებს და ნაწმინაში სომხურ ენაზე ამბერცუნ ცავატანე ლაპარაკობენ. ღმერთმა გაუმარჯვოთ მისი ენით მის ქვეყანაში, აგერ სომხეთში წავიდნენ და პაშინიანთან არკვევენ საქმე თუ ვინმეს ასეულს, თუ ვინმეს უნდა ჩვენ ქვეყანაში დარჩენა, კეთილინებოს, ისწავლოს სახელმწიფო ენა და სახელმწიფო უწყებებში ილაპარაკოს სახელმწიფო ენაზე. თორე სომხურ ენასაც შემოვევლე, რატომ არა, უძველესი ერი, უძველესი ხალხი, უძველესი დამწერლობა აქვს და აზერბაიჯანელებსაც შემოვევლე. იმდენად შემოვევლე, რამდენადაც მათ ჩემი სახელმწიფო და სამშობლო უყვართ. და ბევრია ასეთი სომეხი და აზერბაიჯანი არ შეიძლება ეთნიკური ზიზღი ჰქონდეს ვინმეს მიმართ, ქართველი ზოგი ტრაქში რო იმალებოდა ომის დროს, ეგერ იმ გმირთა მოედანზე სომეხი და აზერბაიჯანელი ერთმანეთის გვერდზეა მკვდარი ჩვენი ქვეყნის გულისთვის. ესე ერაფერს ვერ ვიტყვი მეც ჩემი სათქმელი უკვე თქვი. დანარჩენი შემოკარგებო გამოაჩენს აგერ დრო და გამოაჩენს ყველაფერს ჩვენებს. თუ რა იქნება მე რა უნდა ვიფიქრო ახლა რა ჩემი. ცუდი არის ის თუ ეს ომი გაღვივდება და საქართველოში დაიწყება მიგრანტთა გაზრდა. ჩვენ არა ვართ სახელმწიფო, რომელიც ამას გაუძლებს ეკონომიურად, მორალურად, უსაფრთხოებით და თუნდაც რელიგიურად. ჩავიყვინეთ შემოკარგებო სერიოზულად და იქნება ეს ძალიან რთული. თუ ასე გაგრძელდა, მე ალბათ გამოუვალის და მიგვიყვანს ფსკერზე. ისიც კი ვართ იქ. აი ამის ისურვებ წარმატებებს, ყველას ვთხოვ, რომ გამოიწეროს შენი ვიდეობლოგი, ვინც უყურებს, ვინც ამას ხედავს. და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა, ვინც შეხედოთ, გაუზიაროთ სხვასაც თუ რა თქმა უნდა ამის მიგეთ.